ციხეში წასვლა კომისიაზე არ მოსვლის გამო შეცდომა ხომ არ იყო. ბევრი დღეს ასე ფიქრობ. დღეს რომ ჩვენ ოპოზიციას გვაქვს მეტინდობა ჩემი აზრით და მეტისმენადობა საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს. 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიცია უფრო ძლიერი არის, ხო? არა, მე ხვების სუსტია თუ უფრო ძლიერი მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერები ვარ. ოპოზიცია არ დადის ხალხში, მარტო ეკრანებიდან ელაპარაკება ხალხს. რამდენად იღებთ ამ შენიშვნას და საყოველთაოს? ფაქტობრივად პირდაპირ თქვენს ეთერში თქვა 10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი პირველ ეტაპზე თბილისში. რატო გამოუვიდა უნგრეთში ერთ ადამიანს და საქართველოში არ გამოსდის თითქმის მთელ ოპოზიცია. გასაგებია. ძალიან კონკრეტულია, რომ რეჟიმები მარცხდება მაშინ, როცა ხდება საყოველთაო მობილიზაცია საზოგადოების. მათ ეს მოახერხეს, რიად უნდა ხო და თქვენ რატო ვერ ახერხებთ? ხო და 2024-ში რატო ვერ მოახერხეთ? როგორ ფიქრობთ, ხო არ არის დღევანდელი ოპოზიცია თქვენი ალიანსის მათ შორის თავი პრობლემა ის, რომ უნგრეთისგან განსხვავებით თქვენ არ ყავთ გამოკვეთილი ლიდერი? თქვენ გაიხსენეთ ზვიად გამსახურდია. ეროვნულ მოძრაობასაც ბევრი ლიდერი ყავდა. ზვიად გამსახურდია პირველივე დრიდან ლიდერი არ. ამას დრო უნდა. რამდენი დრო 14 წელია? და არ ვერ გამოიკვეთა ეს. პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2024 წლის არჩევნების იყო, რომ ჩვენი მხრიდან პრემიერობის კანდიდატი არ დასახელებულა. არც ერთი ჯგუფიდან. ეს არის შეცდომა. მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. უნგრეთში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ავტორიტარიზმის პირობებშიც კი არჩევნების მოგება. უნგრეთში ერთმა ადამიანმა, პეტერ მადიარმა მოახერხა და დაასრულა ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა. უნგრეთმა აჩვენა, რომ ავტორიტარიზმის პირობებშიც კი, როდესაც ერთი კაცი აკონტროლებს ყველაფერს, სასამართლოს, მედიას, საარჩევნო ადმინისტრაციას და ასე შემდეგ, შესაძლებელია მოიგო არჩევნები. უნგრეთის მაგალითმა საქართველოში ბევრი ოპტიმისტურად განაწყო, თუმცა ბევრი პესიმიზმში ჩააგდო, რადგან აღმოაჩინეს, რომ პეტერ მადიარის მაგვარი ლიდერი არ გვყავს. მთავარი კითხვა დღეს გადაცემაში იქნება, რას გვასწავლის უნგრული მაგალითი. რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ 2024-ში იგივე რაც მოხერხდა უნგრეთში და რატომ გონიათ, რომ ამას შეძლებენ მომავალში. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს იქნება სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე. მოგესალმებით. სალამი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პრინციპში ამ გადაცემაში პირველად ხარ რაც ციხიდან გამოხვედი და აი ეს პერიოდი თან თავისუფლებაზე ხო? ღია სივრცეში. პირდაპირ ასე ვთქვათ. ბახში და ანუ რა დაგხვდა ქართულ პოლიტიკაში. ციხიდან რო გამოხვედი, ანუ რა აი ეს მინდა რომ შევაფასოთ და ამაზე ვისაუბროთ დღეს, სანამ გადავალთ უნგრეთის მაგალითზე და რამდენად შეგვიძლია ჩვენ მისი გამო, რომ მანამდე მაინტერესებს რა მდგომარეობაშია დღეს ოპოზიცია, ქართული პოლიტიკა? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მარტო მე არ გამოვედი ციხიდან, მაგრამ სამწუხაროდ კიდე ბევრია ციხეში. დარჩენილებიც არიან. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ოპოზიციის ალიანსი ჩამოვაყალიბეთ. გარკვეული ასე ვთქვათ კოორდინაცია დაუწყეთ ჩვენი ქმედებების. ნელ-ნელა უფრო და უფრო ხილული ხდება ჩვენი ერთობლივი სამუშაო პროცესი. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ დამხვდა ძალიან კარგი განწყობა ხალხში პერსონალურად, ხო? იმიტომ რომ ანუ სამ ციხეში ხვიდოდით, მანამდე უკეთესი მდგომარეობა ქონდა ოპოზიციას თუ ახლა უკეთესია? ჩემი აზრით ახლა უკეთესია, იმიტომ რომ იცით რა არის? ორი რაღაც მოხდა რა. პირველი რომ ციხემ ვერ გატეხა ვერავინ ოპოზიციაში და ეს საზოგადოება მე ვფიქრობ დაინახა. უკან არავის არ დაუხევია, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვიჯექი და ახალი საქმეები აღვიზრეს, ხო? ეხლა 15 წლიანი მოკლედ ვემუქრებიან და მე ვფიქრობ, რომ ნახეთ პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ პერსონალურ გაშავებებზე რა და რაღაცა ხან რას გვაბრალებდნენ, ხან რას და აი ეს დაბრალებები რაღაცნაირად გაიწია. მე ვამბობ პერსონალურ შეტევებს ადამიანებზე და ასე შემდეგ, ხო? და მეტი ჩემი აზრით შეიძლება ვწდები, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მეტინდობაა თუნდაც კი მე ვგზნობ აი ყოველდღე გარეთ ვარ, ვეკონტაქტები ხალხს და ვგზნობ პოზიტიურ განწყობასაც, ვგზნობ მეტნდობასაც და ვფიქრობ, რომ ეს ის ასე ვთქვათ შესაძლებლობაა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამარჯვებაში ვთარგმნოთ. აი ეს არის ჩვენი მაგამდე ვიდრე მივალთ, მანამდე მინდა კითხოთ აი ამ გადასახედიდან ციხეში წასვლა
კომისიაზე არ მოსვლის გამო შეცდომა ხომ არ იყო. ბევრი დღეს ასე ფიქრობს. არა, მე არ მგონია მე რა კომისიაზე მისვლა ჯობდა და იქ წულუკიანისთვის პირდაპირ ჩვენ ერთი რამ იმის რასაც ფიქრობთ მასზე და ამ ხელისუფლებაზე ვიდრე ამის გამო ციხეში წასვლა. მე რა ნახეთ ჩვენ ერთი რამ გვეშლება რა არ იქნებოდა კომისიით ციხეში ჩაჯდომ გაშვება იქნებოდა სხვა რამე. და ახალი ყოფილიყო. ნახე ხომ მნიშვნელობა აქ რის გამო გიჭერს. აქ რეჟიმს მიეცა საშუალება ეთქვა რომ ჩვენ კი არ დავიჭერეთ კაცო. თვითონ წავიდნენ ციხეში თორე ჩვენ არ ვიჭერდით. თავის ფეხით რო ციხეში არავინ არ ამაზე რო დაგიჭერენ ეს უკვე სხვა საკითხია ხო? თავის ფეხით ციხეში არავინ არ მიდის. ეს ერთი. მეორე და ეს მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს რომ არავის არ უხარია ციხეში ყოფნა და ძალიან რთულია ციხე მარტივი არ არის რა. ოჯახისთვის განსაკუთრებით შენი მეგობრებისთვის ხო რა თქმა უნდა ამიტომ პერსონალურად ადამიანებს. ეხლა მეორე საკითხი. აგერ მეორე სხვა მუხლები გვაქვს აღძრული. მაშინ ამ მუხლებით გაგვიშვებდნენ ციხეში. ამ მუხლებით თუ გაგიშვებენ, უკვე მართლა სალაპარაკო იქნება, რომ რაღაც აბსურდული ბრალდებით, საბოტაჟის და ასე შემდეგ გაუშვეს პოლიტიკოსები და მანამდე ხელისუფლებას მიეცა საშუალება თავი ემართლებინა რომ ჩვენ არ ვიჭერდით ამ ხალხს. და ნე თუ არ იჭერდნენ შეეძლოთ ჯარიმა. მოსულიყო კომისიაზე და თუ ჩვენი დაჭერა არ უნდოდათ. შეეძლოთ რომ ჯარიმაც გაეკეთებინათ, ხო? მაგრამ მათი მიზანი იყო ჩვენი დაჭერა და მე ვფიქრობ რომ აქ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გვაუწყდება. ჩვენ ძალიან კონკრეტული ხაზი შევქმნით. თუ ვამბობ რომ მე იქეთ ხარეს არ ვცნობ და ვამბობ იმას რომ მე მათთან არ ვთანამშრომლობ, ხო? მაშინ არ შეიძლება სადღაც ვთანამშრომლობ, სადღაც არ ვთანამშრომლობ. აი ხა წარმოიდგინე რომ ჩვენ თანამშრომლობა რა კომისიაზე შეგეძლოთ მაგალითად მისულიყავით და გეთქვათ, იქვე გეთქვათ არ გაღიარებთ, მაგრამ რადგან თქვენ ფლობთ ფაქტიურ ძალაუფლებას და შეგიძლიათ რაღაცა აბსურდის გამო დაგვიჭიროთ ამის სიამოვნებას არ მოგანიჭებთ და აქ მოვედი იმისთვის რომ პირდაპირ გითხრათ და შანსი გექნებოდა აი პირდაპირ წულუკიანისთვის იმ ხალხისთვის იქ გეთქვათ პირდაპირ ესეთი შანსი მე 2024 წლამდეც მქონდა პარლამენტში როცა ვიყავით და პირდაპირ ვამბობ რომ სხვა სიტუაცია და სხვა ფაზაში ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპული მნიშვნელოვანი ხაზების არ დარღვევა რა მე ვფიქრობ რომ დღეს რომ ჩვენ ოპოზიციას გვაქვს მეტინდობა ჩემი აზრით და მეტისმენადობა საზოგადოების მხრიდან მათ შორის ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო გვაქვს და არა ის რომ ხან ერთს ვაკეთებთ ხან მეორეს რა ძალიან პრინციპულად მიუყვებით იმ ხაზს რომ საქართველოს იმსახურებს უკეთეს საქართველოს უნდა გახდეს რეგიონის ლიდერი ჩვენ უნდა დავიხსნათ თავი აი ამ ბოროტების მანქანიდან რომელიც ახლა არის ქვეყანაში წავიყვანოთ ქვეყანა განვითარების გზით და ვფიქრობ რომ დღეს მეტინდობა გვაქვს ამ დავამტკიცეთ ჩვენი ქმედებით რომ ჩვენ უკან არ ვიხევთ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო გვინდა ამ ქვეყანაში იზრდებოდნენ ნორმალურ გარემოში ჩვენი შვილები საქართველოს იმსახურებს უკეთეს და გვინდა სიკეთე მოვიტანოთ ქვეყანაში აი თქვენ თქვით პრინციპულობა ახსენეთ და აი მამაზეც გედავებათ ბევრი რომ აი აქამდე ამბობდით რომ რაღაც არჩევნება აზრი დაკარგა არაფერს არჩევნებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეთ და ეხლა გამოდიანო და ამბობენ რომ აუ ეხლა არჩევნები არის ერთადერთი გზა ასე თქვა არჩევნებში შევიდეთ ჩვენ ძალიან კონკრეტული და განსაკუთრებით უნგრეთის მაგალითის მერე ხო მაგალითად სალომე ზურაბიშვილმა თქვა ასეთი რამ გვარამიაც ამბობდა სხვათა შორის რომ არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ ხო კი ოღონდ როგორი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია მოდით ეხლა აგიხსნით ამას ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფაზა გასავლელი პირველი რომ ჩემი აზრით აი მორმა წელმა რა მოგცა მეტი ნდობა მეტი კავშირი მეტი ერთიანობა ახლა იმ საერთო ამოცანასთან მიმართებაში რაც გვაქვს ეს ერთი მეორე ჩვენი ახლა რა პროცესშიც ვართ მე ამას ვეძახი გამთლიანების პროცესი. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ოპოზიცია, ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალები, ალიანსი, მოდით ასე ვიტყვი, საერთოდ ეს არის საზოგადოების გამთლიანება ერთმუშტად შეკრა. ეს არის პროცესი რა. აი ხა ჯერ საუბარი იმაზე, აი ხლა არჩევნები ჯერ არ არის ხო არჩევნები მიღწეული რა, ეს ერთი მეორე ძალიან მკაფი ოპოზიცია გვაქვს ჩვენი ამოცანაა რომ არჩევნებამდე იმხელა უპირატესობა უნდა იყოს ჩვენ მხარეს რომ ვეღარ შეძლოს ამ უპირატესობის სიყალბით ასე ვთქვათ გადალახვა მეორე მხარემ ეს არის ძალიან ჩვენი ამოცანაა ძალიან კონკრეტული ალტერნატივა შევთავაზოთ საზოგადოებას რა ვაჩვენოთ რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორისო ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველოს მძლავრი ეკონომიკით, სრულფასოვანი დემოკრატიით, ძლიერი თავდაცვით, ევროკავშირის წევრი, მათი გზა არის იზოლირებული საქართველოს ტყუილებში მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მართვა, ასე მკაფიო ალტერნატივა თავისი არ იყო ასე, არ იყო მთლად ასე. ოპოზიციაზე იყავით, თქვენ ოპოზიციაზე იყავით, მაგრამ არ იყო მთლად ასე. მე ვფიქრობ, ახლა ოპოზიცია არის გაცილებით უფრო კონსოლიდირებული.
ეს არის ძალიან კარგი. 2024 წლის არჩევნების წინ ოპოზიცია უფრო ძლიერი არის, ხო? არა. აქეთ იყო თქვათ თქვენი გაერთიანება, იქეთ იყო ნაციონალური მოძრაობა, ლელო ძლიერი იყო, გახარიას პარტია ძლიერი იყო. ეხლა ამ ადგილობრივი არჩევნების მერე ის ორი პარტია საერთოდ დასუსტა, ხო? ნაკლები ხმები. ნუ ეხლა მე დასუსტა, გახარიას პარტია საერთოდ სად იქნება 2022-ში არავინ არ იცის, იმიტომ მაგრამ არის ოპოზიციის ალიანსი, რომელიც ნამდვილი ალტერნატივაა. აღძრულია საქმე. ამიტომ ეხლა სუსტია თუ უფრო ძლიერი მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ჯამში ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერები ვართ. მეტი ნდობა გვაქვს, აი ხას უსვა, მეტი ნდობა. მე ამას გრძნობ. მეტი ნდობა გვაქვს საზოგადოებიდან. მეც გრძნობ ამას და ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეგრძნებები, მეტი მოლოდინიც არის, რა თქმა უნდა, უფრო სისტემურად მუშაობთ. ოპოზიციის ალიანსის პირველი ნაბიჯებიც ამას ადასტურებს. ჩვენ აქამდე განსხვავებული, ასე ვთქვათ, ფორმატებისგან დაწერილ დოკუმენტზე შევთანხმდით, წესებზე შევთანხმდით. გავიაზრეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, შეცდომები, რაც დაშვებული იყო ციხე ჩემთვის გარდა იმისა, რომ იყო უსამართლობის განცდა, იყო საშუალება, რომ მეტი მეფიქრა სადმე დაუშვი შეცდომა და არ ვამბობ იმას, რომ მხოლოდ სხვამ დაუშვა შეცდომა. მეც მქონდა შეცდომები, სადღაც ავყევი იმ, ასე ვთქვათ, სიძულვილის ენას, რომელიც მოდიოდა აი ამ ბოროტების მანქანისგან, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. ჩვენ ამ შეცდომებს აღარ დაუშვებთ, ბევრი რამე გავიაზრეთ და ჩემი აზრით დღეს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ვიყავით 2024-მდე და მჯერა, აი პირდაპირ ვამბობ, რომ ოპოზიციის ალიანსი, აი ხა დღესაც რომ მაგალითად კვლევა ჩაატარო, არჩევნები ჩატარდეს, მოდი ესე, ნუ გააჩნია რა გარემოში, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებს ჭირდება შესაბამისი გარემო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ნებისმიერი არჩევნები უნდა ჩაატარდეს. არჩევნები ხა არ იმის ილუზია არ აქვს, რომ აბსოლუტურად დემოკრატიული არჩევნები იქნება რა, მაგრამ მეტნაკლებად გარემო უნდა გაუმჯობესდეს და ამაზე სწორედ ამიტომ გვინდა კონსოლიდაცია, ამიტომ გვინდა ერთმუშტად შეკრა, ამიტომ გვინდა საზოგადოების გაერთიანება, მაგრამ აი დღესაც რო კვლევა ჩატარდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქეთ რო ოპოზიციური ალიანსი ერთიანად იყოს ამ კვლევაში და აქეთ ქართული ოცნება, ჩვენ შეიძლება მცირე უპირატესობაც გქონდეს ამ სოციოლოგიურ კვლევაში. ოქტომბრისთვის, აი რაც გვაქვს ახლა დაგეგმილი, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი უპირატესობა იქნება უკვე ჩვენს მხარეს. ხო, აი რა გაქვთ დაგეგმილი, ამაზე ვისაუბროთ. კარგი, ანუ რა საპირეთ? ნახეთ, პირველი რომ ჩვენ პირველი დიდი შეკრება გვექნება 26 მაისს რა და აქ მინდა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს 26 მაისის შეკრება იქნება სულთად პოლიტიკური შეკრება, რიად ვამბობ. ეს იქნება ალიანსისთვის პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან. თქვენ მიერ დაგეგმილი დიდი აქცია და არა როგორც აქამდე იყო, რომ აქტივისტები ჩვენ ჩვენ რა თქმა უნდა ყველას ვეძახით აქტივისტთა ჩვენი თანამებრძოლები არიან სულთად პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული. ჩვენ ღიად ვამბობ, გვინდა რომ დაუდგეთ გვერდში აბსოლუტურად ყველას და გვსურს რომ მათგანაც მივიღოთ მანდატი. და მოდი ასე ვთქვათ, რომ პირველი მანდატის აღება იქნება ოპოზიციის ალიანსის მხრიდან და საზოგადოების მიმართულებით. ეხლა რას ვაპირებთ 26 მაისამდე, ესეც მინდა ვთქვა. ჩვენ აგერ თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად ბოლო კვირის მანძილზე დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ მიდის და იზოლაციაში ვართ, კატასტროფული მდგომარეობაა ფასების კუთხით. არაფერს არ აკეთებს ამის მიმართულებით ეს დაჯგუფება, რომელიც ძალაშია, კომისიომანიაში არიან და ნახეთ, მე კითხვას ვსვავ, რომ 4 თვეა უკვე მუშაობენ, 4 კომისია შექმნეს სამთავრობო, სუსის, ეროვნულ ბანკთან ერთად და საპარლამენტო. ამან რა მოგვიტანა? რა მოიტანა ფასების კუთხით? პირიქით გაძვირდა ცხოვრება, ყველაფერი გაძვირდა და ერთი ნაბიჯი მაინც დავინახეთ მათი მხრიდან, რომ რამე გადადგეს ხალხის მხარეს. აი მაგალითად ჩვენ გუშინ თქვით, რომ საწვავის ფასი გაიზარდა და ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოში არის ხელისუფლება, რომელიც ხალხს უსმენს, ყველა მყისიერი ნაბიჯები გადადგა. ზოგმა გადასახადები შეამცირა, ზოგმა რეზერვები გახსნა, იმისთვის რომ დაესტაბილურებინა ეს ფასები. გასაგებია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაიზარდა, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის მინდა რომ დამაზღვიოს ამ დროს და ეს არ იყოს ჩემთვის უმძიმესი დარტყმა. რაც არის ახლა საქართველოში ხო 4 ლარამდე მივიდა ფაქტობრივად საწვავის ფასი. ხო ფაქტია რა. გააკეთა რა მე ამ ოცნების ჯგუფმა არც არაფერი არ გაუკეთებია და ჩვენ ვამბობთ რომ 2017 წელს რო გააორმაგეს აქციზის გადასახადი, ის მაინც გაანახევრონ.
თითო პროცენტი საშემოსავლოს და დღგ-ს მაინც დააკლონ. მეტია საჭირო და შეგვიძლია ვისაუბროთ რამ გამოიწვია ამ ფასების ზრდა, მარტო საწვავზე არა და მარტო ეხა ჰორმუზის სრუტეს ნუ დააბრალებენ ფასებს და დეკემბერში რო გამოვიდნენ არც ჰორმუზის სრუტე იყო არაფერი. სხვა შორის თვითონ აღიარეს რომ კარტელებია ქვეყანაში. ეს მათი სიტყვებია და სხვა შორის გამეორებული აქვთ პარლამენტში 2 წლის წინ, რასაც ვეუბნებოდი და სიცილით კვდებოდნენ მაშინ და. ხო, რა აქვს როგორ სიტუაცია, იმის ვართ ოპოზიციას აეღო და თავიდანვე ამ თემაზე დაეწყო საუბარი ფასებზე, ხო, ოპოზიცია უნდა ყვიროდეს ამაზე. თვითონ ხელისუფლებამ დაიწყო ფასების თემაზე, თვითონ აწიეს ეს. ჯერჯერობით არა, ფასების თემა პირადად მე ლევან ხაბეიშვილი ჩვენი ჯგუფი მუშაობდა პარლამენტში გაიხსენეთ ერთი თვის მანძილზე ადრე. ეხლა დეკემბერში რომ საპატიმროში ვიყავი, სიმართლე გითხრათ გამეღიმა რომ დავინახე მათი ოპოზიცია უნდა ყვიროდეს ფასებზე. ერთი წამით ხალხი რომელიც იძახდა რომ ფასების პრობლემა არ არისო, ჩვენ გვიმტკიცებდა პარლამენტში გამოვიდა და აღიარეს ეს ყველაფერი. მარტო აღიარეს კი არა. პირდაპირ თვითონ თქვენს რომ კარტელებიაო რა ქვეყანაში, ხო ანუ დანაშაულებრივი სინდიკატებიაო ქვეყანაში, რომელიც ხელოვნურად ზრდის ფასებს. მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი მე რომ იქ სადაც არის კორუფციული რეჟიმი, ანუ კორუფცია არის ფასების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი. იქ არაფერი არ მოხდებოდა რა. ამიტომ არც მიჩხარია ხარო იქედა რაღაცა გამოვედით, აგერ მივეცით დრო 3 თვე 4 თვე, ხო? გავიდა, მოვიდა აპრილის ბოლოს ყველაფერი და ფასები უფრო გაიზარდა. და შესაბამისად დღეს ის მომენტია, როცა კითხვას უსვავთ, რომ ხო გამოვიდნენ და ხო თვითონ თქვენს რომ ჩვენო ფასებს შევამცირებთ, რატო არ შემცირდა ფასები? გაგვცემ პასუხი ამაზე, მე რა, ესე ხო არა, ეს არის ჩვენი საქმე. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გვაქვს, ხო? მეორე მიმართულება, აიგერ მინდა ეხა ფაქტობრივად პირდაპირ თქვენს ეთერში თქვა, 10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი პირველ ეტაპზე თბილისში. მივალთ ყველა უბანში ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები, მივიტან ჩვენს გზავნილებს და მოვისმენთ საზოგადოებრივ ვასს. აი, ყოველ დღე საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე. აი, ეს მოწოდება ხშირად ისმოდა თქვენს მიმართ და სულ საყვედური თითქოს რომ აი, ოპოზიცია არ დადის ხალხში, მარტო ეკრანებიდან ელაპარაკება ხალხს. რამდენად იღებთ ამ შენიშვნას და საყვედურს, ფიქრობთ თუ არა რომ სამართლიანია და ნუ განსაკუთრებით ამან გააქტიურდა უგრეთის რაზეც არა, ნახეთ, ჩვენ ეს უგრეთში მომხდარებელი ნუ დაუკავშირეთ შემდეგ რომ აი მადიარი დადიოდა ასე სოფელ და ჩვენ ოპოზიცია არ დადის. არა, ერთი წამით პირველი 31 მარტს რო გამოვაცხადეთ ჩვენ 26 მაისი, ეს უკვე გეგმაში გქონდა რა და ვემზადებით ამის მომზადება უნდა ეხლა ეს მარტივი კი არ არის ამის გაკეთება რა. და სხვა შორის აქვე თქვენს ეთერში მინდა ვთქვა რომ ყველას ვისაც უნდა რომ აი ამ საზოგადოებრივი მობილიზაციის კამპანიას ვეძახით ჩვენ ამაში ჩაერთოს, მომწერეთ პირადად Facebook გვერდზე და ჩემთან ერთად თუ გსურთ რომ ჩვენთან ერთად იაროთ, მინდა რომ მეტი მოხალისე ჩაერთოს ამ პროცესში, პატარა ტრენინგიც გვექნება, გეტყვით როგორ უნდა მივიდეთ ამ ოჯახებში და ერთად ვიაროთ თბილისში რა. ეს იქნება 10 და 2 კვირა გადაბმული უწყვეტი, ასე ვთქვათ, კარდაკარი იქნება. ოღონდ ეს არის პირველი ეტაპი, ახლა არ მინდა საზოგადოებამ თქვას რომ ამით რამე მთავრდება. პირიქით, ამით იწყება რა. ხო, მაგრამ შაიმ შენიშვნას რამდენად იღებთ, რომ აქამდე არ დადიოდა ოპოზიცია რეგიონებში, ხალხს არ ელაპარაკებოდა 20-24-ის არჩევნების წინას მესვოდა ეს პრეტენზია. კი ბატონო, მე ყველა პრეტენზიას მივიღებ, ყველა შენიშვნას მივიღებ, იმიტომ ვართ ადამიანები, რომ გავითვალისწინოთ ის, რაც შეიძლება უკეთესად უნდა გაგვეკეთებინა. ზოგადად ეხლა ჩემ ხასიათზე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ ახლად შეხვიდეთ ჩემ სოციალურ გვერდზე და ნახოთ, რომ მთელი საქართველოს მოვლილი მაქვს თავისი ლაივებით და ხშირად დავდიოდი რეგიონებშიც და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო სისტემური, უფრო ერთობლივი მუშაობა ამ კუთხით საჭირო. ჩვენ ამაზე შევთანხმდით ჯერ კიდევ რომ გამოვედით საპატიმრო დაწესებულებიდან მყისიერად რომ პირველი თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ეს არის. ახლა არის ფაზა თბილისი, მოდით ასე დავარქვათ. 26 მაისს დიდი პირველი შეკრება, შემდეგ გავაგრძელებთ რეგიონებში იგივე საკითხს, ოღონდ ეს იქნება ძალიან სისტემური ხასუსვავ. ძალიან კარგად წინასაარჩევნო. არჩევნები არ არის. სულ ეს იყო საუბარი, რომ წინასაარჩევნო დადიან, არა და სულ უნდა იარო. იმისათვის რომ საყოველთაო მობილიზაცია მოხდეს, იმისათვის რომ ერთ მუშტად შევიკრათ, რაც გონია ერთადერთ გამოსავლოთ ამ ძიმე ჩიხიდან, სადაც შეგვიყვანა აი ამ ბოროტმა დაჯგუფებამ, ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მეტი ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა. ამას ვიწყებთ. მე არა ვარ ექსპერტი, ხა რომ შორიდან შევაფასო. მე ვამბობ იმას, რასაც ვაპირებთ რომ გავაკეთოთ, ხო? მე ხა შეფასებს ზოგიერთი პოლიტიკოსი არის სხვათა შორის, რომელიც რაღაც ექსპერტივით ლაპარაკობს რა, პოლიტიკოსებზე ლაპარაკობს, თითქოს თვითონ პოლიტიკოსი არ იყოს, მიხვდით და პოლიტიკოსებს აქვს. მე გეუბნებით, რას ვაპირებ რომ გავაკეთო სხვა ჩემს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 10 მაისიდან
დაელოდეთ 26 მაისამდე ყველგან მთელ თბილისში ვიქნებით კარდაკარის სისტემური საყოველთაო მობილიზაციის კამპანია, ვისაც გინდათ ჩაერთოთ, მომწერეთ პირადად მე Facebook-ზე მაგალითად, ან თუ სხვა პოლიტიკური ლიდერი მოგწონთ, მათ მიწერეთ რა და მობრძანდით ერთად ვიაროთ და ერთად გავაკეთოთ ეს. 26 მაისის აქცია რადგან ახსენეთ, ეს არის თქვენი ალიანსის ასე ვთქვათ პირველი გამოცდა, ხო? დიახ. რას წარმოადგენთ რომ ნახოთ რა რაოდენობის ხალხზე იტყვით რომ შედგა. მე ამას ეხა წინასწარ ვერ დავიწყებ ამის იმას, რაც არ უნდა იყოს. გავხდით რომ ბევრი ხალხი მოვა. მე ვფიქრობ რომ ბევრი ხალხი მოვა, მაგრამ რაც მოვა, მერაბ, ეს არის ჩვენი სასტარტო ბაზა. მოდი ასე ვიტყოდი რა და ამაზე უნდა დავაშენოთ. რა მნიშვნელობა აქვს 100 კაცი რომ მოვითეს? ხო ესე იგი 100-ნი ვართ. მაგრამ ხელისუფლება დაგწიდებთ ახლა 100 კაცი. გავიგე, არ გვაინტერესებს, ისინი სულ სიცილში და სულ ტყუილში არიან და სულ აი რაღაცა სიძულვილის ენაში არიან და სულ ჩვენი დაპირისპირება და გათიტო კაცება უნდათ. მე ჩემთვის თავარია, მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის. მე მინდა უკეთესი საქართველო, მე მინდა უკეთესი და უფრო ძლიერი ქართული ოჯახები, მე მინდა რომ ეს იზოლაცია გაარღვიოს ამ ქვეყანა, მინდა რომ ევროინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ. ევროკავშირი მარტო იმისთვის კი არ მინდა რომ აქ დავიწეროთ ევროკავშირი. ჩვენი შინაარსით, ჩვენი რეფორმისტული მიდგომებით გვინდა მივიდეთ. რეგიონის ლიდერის სტატუსი მინდა რომ დავიბრუნოთ, ხო? ამიტომ ამას ყველაფერს მუშაობა უნდა. ესე იგი, თუ ცოტა ხალხი მოვიდა, ხო? ესეც ბაზა, ხო, საიდან ვიწყებთ, ეს ხო უნდა დავინახოთ, რა? ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ჩვენი სასტარტო წერტილი. რა და მე შევადაროთ შემდეგ მოსვლებზე, როცა გვექნება შემდგომი ასეთი, შენ გაიზარდა თუ არა ხალხის რაოდენობა, რომელიც მოგყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, იმ გზაში, რომელიც მე ვფიქრობ, აი ესე ვეძახი ამას, ეს არის ჩვენი თაობის მისია, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენი წარსულის აწყოს და მომავლის წინაშე, რომ გავარღვიოთ ეს მოჭადრაკე. აი როგორ უნდა გავარღვიოთ, ეხლა ამაზე ვილაპარაკოთ და იმაზე თუ რა გვასწავლა უნგრეთის მაგალითმა. ანუ მარტივად დავსვათ კითხვა, რატო გამოუვიდა უნგრეთში ერთ ადამიანს და საქართველოში არ გამოვზდის თითქმის მთელ ოპოზიციას. გასაგებია. პირველი რომ თვითონ ეს ადამიანიც ამბობს, რომ ის ერთი ადამიანი არ იყო. ეს იყო სერიოზული ჯგუფი, რომელსაც ლიდერი იყო ამ ჯგუფის ეს ადამიანი. მეორე რომ ძალიან კონკრეტულია, რომ რეჟიმები მარცხდება მაშინ, როცა ხდება საყოველთაო მობილიზაცია საზოგადოების. მათ ეს მოახერხეს, ღიად უნდა ვთქვა. ხო, თქვენ რატო ვერ ახერხეთ? ხო და 2024-ში რატო ვერ მოახერხეთ? ხო, მომისმინეთ ერთი წუთით 2024-ში ჩვენ არჩევნები რეალურად მოვიგეთ, მაგრამ ეს გამარჯვება აი მე ამას ღიად ვამბობ. არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სიყალბის ის, ანუ გაყალბების ის მარჟა, რომელიც აწია ძალიან ოცნებამ, გადაგველახა, ხო? შესაბამისად, ამოცანა გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი უპირატესობა უნდა იყოს ჩვენ მხარეს. მე, რა თქმა უნდა, უნგრეთის მაგალითი იქნება, თურქეთის მაგალითი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითი იქნება, ჩვენ ყველა ვსწავლობთ, მაგრამ ჩვენ ქართული მიდგომები გვჭირდება. არ არსებობს გამზადებული რეცეპტი, რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ყველა ქვეყანას აქვს თავის სპეციფიკა და მე ზოგადად ამას უფრო მარტივად რო გითხრათ, მე რა ვეძახი იუსტიციის სახლის მიდგომას. რა არის იუსტიციის სახლის მიდგომა? მთელ ევროპაში ვიარეთ, ნახეთ საუკეთესო გამოცდილებები და იმაზე უკეთესი გავაკეთეთ. ჩვენი განაცხადია, რომ კიდევ უკეთესი. რას გასწავლით მადიარის მაგალითი? არა, ეს მაგალითი გვასწავლის, სხვა შორის ძალიან კარგი მექანიზმები აქვს, აი როგორ უნდა ებრძოლო პროპაგანდას რა. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ჩემი აზრით აქ შეიძლება ქონდა ხარვეზები, რა კუთხით ვამბობ რა, რომ ვერ პოულობდით სწორი ბრძოლის ტაქტიკას იმ სიყალბეზე და ტყუილზე, რაც იქედან მოდიოდა რა. ან მეორე საკითხი, სადღაც შეცდომა დაუშვით, რომ ავყევით სიძულვილის ენაში. მიხვდით? ანუ ჩვენ თლიანი გამიჯვნა უნდა მოვახდინოთ ამ რამდენიმე ათეულ ადამიანთან, ვისთანაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, საზოგადოებას, რომელსაც ისინი ხლეჩენ, ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ამას, რომ ჩვენ გვინდა ამ საზოგადოების გაერთიანება, იმიტომ რომ დღეს თქვენი ეთერითაც ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვეუბნები, ხალხო, არაფერი გასაყოფი არ აქვს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი შვილები აქ იზრდებიან, მიხვდით? და ის რომ მე ან თქვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ციხეში უნდა ჩავსვა. და არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რაზეც ყველა უნდა შევთანხმდეთ. ვთანხმდებით, რომ საქართველოს ადგილი არის ევროატლანტიკურ ოჯახში? ვის ვთანხმდებით, ეს აღარ უნდა იყოს გადახედვის, ასე ვთქვათ, ობიექტი. ხო, ვთანხმდებით, რომ ქვეყანა ბიუჯეტი არ უნდა იძარცვებოდეს და ხალხს უნდა ხმარდებოდეს ეს რესურსები. ვთანხმდებით, რომ უსამართლობები არ უნდა იყოს ქვეყანაში და სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს. და სამართლიანობა ის კი არ არის, მხოლოდ იმას კი არ ვამბობ, რომ უსამართლობა მარტო მე კი არ მომაკითხა პატიმრობით. უსამართლობა მიაკითხა აგერ მშობლებს, რომლებიც თავის ბავშვებისთვის წამალს ითხოვენ. უსამართლობა მიაკითხა მაგალითად იგივე ხარაგაულის და ჭიათურის სოფლებში დანგრეულ
სახლებში რო ცხოვრობს ადამიანები და ყურსაც არავინ იბერტყავს და კიდე იქეთ ჭიათურის მაღაროელები დააკავეს, მათაც მიაკითხა უსამართლობამ. უსამართლობამ მიაკითხა გაზრდილი ფასებით მთლიანად საზოგადოებას, რომ აი მაგალითად გუშინ კარგი ციფრი ჰქონდა სომხეთში 2013-25 წლების პერიოდში, ხომ? 45%-ით გაიზარდა ფასები. თუ იცით საქართველოში რამდენი გაიზარდა? 70%-ით საერთო ფასები გაიზარდა და 110%-ით გაიზარდა პროდუქტებს. 110%-ით. მივხვდით რას რომ აი ეს ხო უსამართლოა რომ 100.000 ადამიანს მოუწია ქვეყნიდან წასვლა და ანუ მე ამას რატო ვამბობ იცი რომ დღეს ის სიტუაციაა რომ უსამართლოებმა ყველას მიაკითხა და თუ ჩვენ ერთმანეთის გვერდში არ დავდექით აი ეს არის ჩემი გზავნილი საზოგადოებისთვის რა თუ ერთმანეთის გვერდში არ დაუდექით გადაგვრთელავს ეს უსამართლოები და წაგულება განსხვავებული 2024 წლის არჩევნებისგან ანუ რას როგორც მაშინ აწარმოეთ, თქვი რომ აი ციხეში რო ვიყავე, ბევრ შეცდომაზე დავფიქრე. რა იყო მაშინ შეცდომა და ეხლა რა უნდა შეიცვალოს. მე მიმაჩნია რომ მაშინ ოპოზიცია უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი იყო, ხო? ანუ ნაცური პარტიებიც ცალკე იყვნენ, ვისაც ეს მოწონდა თქვა ნაცები ან ნაცების ჩემს ეს პარადიგმას ამორწეცებში გადაიგა. იმათ შეეძლოთ აქეთ ხმა მიეცათ, ვისაც არ მოწონდა შეეძლო ელოერჩია, გახარია ერჩია, ანუ მნიშვნელოვანი ესეთი მრავალფეროვანი არჩევანი იყო. და ეს ვერ მოხერხდა მაშინ. ეხლა რა იყო შეცდომა მაშინ და რა უნდა შეიცვალოს? მე მაშინაც ხარს უჭერდი თქვენ გახსოვთ ერთიან სრულ კონსოლიდაციას და ეს ვერ მოხერხდა. ღიად თქვათ. აი ნახეთ, არა, მოხერხდება ეს. მოხერხდება. ლელო იძახის რომ ცალკე გავდივარ. ლელოსთან მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივს ვცემ. დრო გვიჩვენებს, მე ესე ძალიან კონკრეტულად ვამბობ, დრო გვიჩვენებს, რომელი გზა უფრო სწორია, ალიანსის გზა, სადაც პარტიები გაერთიან და თუ ცალკე დგომის გზა. და ჩვენ ხარი არ დაგვიხურავს არავისთვის და დღეს არ ტარდება არჩევნები. კაცო, იქნება ლელომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ან ჩვენ მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება, თუ დავინახე რომ სხვა გზა ჯობია რა. ეხლა არ მინდა ისე გამოვიდეს რომ ვინმეს რამეს ვაძალებ. კიდე ერთხელ ვამბობ, მამუკასაც დიდ პატივს ვცემ, ბადრისაც დიდ პატივს ვცემ, ლელოს ახალგაზრდულ გუნდს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ირაკლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა იქნება. მე მინდა მათთან თანამშრომლობა. და ღიად ვაცხადებთ ამას რა. დღეს ალიანსში ვინ შეიკრა ამ ალიანსში. ხო ხვალ და ზეგ შეიძლება ახალი ადამიანები შემოვიდნენ და ახალი ჯგუფები შემოვიდნენ ამ ალიანსში. ეხლა ნახეთ რა ფუნდამენტური განსხვავება იყო რომ 24-ში, აი თუნდაც სოციოლოგიურ კვლევას რო შევხედავდით, მაინც პირველ ადგილზე იყო ქართული ოცნება. მიხვდით, აქეთ კი ჯამურად ჩვენ პირველ ადგილზე ვიყავით სოციოლოგიაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აი მე მაგალითად ვფიქრობ, რომ აი სოციოლოგია რო გამოჩნდება, აი ესე რომ ჩვენ ვართ პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე არის ქართული ოცნება, მე ნახეთ თქვენ ქართული ოცნების რეიტინგის ჩამოშლა. აი ასე მოხდა სხვათა შორის უნგრეთშიც რო იცოდეთ, ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ კიდე ერთხელ მე სხვა მაგალითებს ესე კოპირებას არ ვახდე რა. მე ამის მჯერა რომ ეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და ოქტომბრისკენ უკვე ველოდები აი ამ სურათს, რაც საერთოდ სხვა მუხტს გააჩენს, ერთ მუშტად შეკვრის, ერთად ყოფნის, გამოყოლის ამ ბრძოლაში. კიდევ აი გაიხსენეთ 2024 წლამდე კიდე რა იყო პრობლემა. აქციები იყო თუ ქუჩაში გამოსვლები იყო, რაღაცა ოპოზიცია იყო ცოტა ცალკე. აი მახსენდება ყოველთვის თავისუფლების მოედანზე დიდი შეკრება, სადაც ოპოზიციური პარტიები არ ვიყავით წარმოდგენილი, არა და ერთ კვირაში არჩევნებია და უნდა გამოხვიდე უთხრა ხალხს რომ დამიჭირე მხარი რომ მე დაგიდგე გვერდში. და ეს არ იყო და მე ამაზე შიგდა დისკუსიაში სერიოზული კონფლიქტი მქონდა. კაცო, ეს პირიქით ჩვენთვის მინუსია. ხო, მაგრამ მაშინ რაღაცა ხალხი არ იღებდა ხო ოპოზიციას აქციებზე. თქვენ ნახავთ მაისში რომ მიიღებს, აი ეს გადაწყდა. აი ზუსტად სწორია. მერაბ ეს გადაწყდა ხალხი არ იღებს ოპოზიციას გადაწყდა, მაგრამ ეს ისე ხდება ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს რომ აი ნაცებს ხვას არ ვივცემ და ან მათგან გამოყოფილ პარტიებს. ამ ხალხს რას თავაზობთ? იმიტომ მათემატიკა, საარჩევნო მათემატიკა გვეუბნება რომ ოცნების არა მარტო ყოფილი ამომრჩევლების მიმხრობა გჭირდებათ, არა მოქმედი ამომრჩევლების კი წამოსაყვანი გყავთ თუ გინდათ რომ მოიგოთ. ჩვენ ეს ერთხელ გაკეთებული გვაქვს სხვათა შორის. გაგახსენებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ჩვენ პირველ ადგილზე გავედით პირველ ტურში, მაშინ მე ვიყავი კამპანიის ხელმძღვანელი, ძალაერთობაშია ბლოკის გრიგოლ ვაშაძე იყო ჩვენი კანდიდატი, მაგრამ ჯამურად ოპოზიცია 1,100,000 ხმა იყო მაშინ პირველ ტურში. მეორე ტურში შემოატრიალა ქართული. მომისმინეთ, მეორე ტურში იმიტომ მოხდა, ერთი ბევრი ფაქტორი იყო ხა არ ჩავშდი, მაგრამ ერთ-ერთი იყო, რომ აქეთ ხარ სრული კონსოლიდაცია ოპოზიციური ფლანგის, აი იმ სხვადასხვა ხმების, რაც დანარჩენებმა აიღეს, არ მომხდარა. ერთ-ერთი იყო ნამდვილად დავით ბაქრაძე, მაშინ რომელმაც მხარი დაუჭირა და 800,000 ხმა ავიღეთ მეორე ტურში, რა. და სხვა პიროვნება არა იყვნენ კაცო სხვა შორის ზურა ჯაფარიძეც იყო დათო უსუფაშვილი იყო თუ არ მოვწდები და ეხლა 2%, 3%, 4% ისე გროვდება ეს 1,100,000 ხმა. ახლა ჩვენ გვინდა რომ ყველა ანუ ის რომ არასდროს ხმას არ მისცემს
იქ სადაც ეს ჯგუფი ეს არასწორია. მაშინ ხალხი. არა, გავიგე, არის მერაბ, იმ ხალხს ვეუბნები. აი იმ ხალხს ვეუბნები. იმ ხალხის მაგ ჭირდება. კი, ნახეთ, იმ ხალხს ვეუბნები. ზოგს აქ ეგეთი პოზიცია, რომ ეგენი კოცები არიან, ანუ რატომ უნდა აჩუქო? კი ბატონო. არა. კოცებს ამომრჩეველი, მერაბ, არა მაქვს მე პოზიცია და მე მინდა ამ ხალხსაც, აი ჩემი გზავნილი მინდა უთხრა, მოусმინოთ ერთმანეთს. გიწვდით ხელს, შეიძლება არ მოგწონვართ მე, ხო? უბრალოდ მომისმინეთ, ერთადერთს დაველაპარაკოთ, იქნებ ნახოთ საერთო. არ თანხდებით, რომ სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა ქვეყანაში? თანხდებით, რომ ეს ნორმალური არ არის, რა გარემოში ცხოვრობთ? თანხდებით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ? თანხდებით, რომ იზოლაცია უნდა გავარღვიოთ? თანხდებით, რომ ძლიერი ოჯახები გჭირდება და რეგიონის ლიდერის სტატუსი უნდა დავიბრუნოთ? მაშინ რა გვაქვს გასაყოფი? პირიქით ვამბობ მე ამას და ადრეც ვქონდა, სხვა შორის თქვენთანაც ვქონდა გადაცემაში. მე რა სულ ვამბობდი, რომ ეს გამხლეთში თემა მოგონილი არის მათ შორის ანუ მოგონილი კი არ არის ინტენსიურად იყენებს აღბას იქეთა მხარე რომ გაგხლიჩოს იყენებს და იმიტომ რომ მუშაობს რატო იყენებს იმიტომ რომ მუშაობს მე ვამბობდეს კი არ გამოიყენებს ნახეთ მე ვამბობ რომ ნაკლებად მუშაობს მაგრამ მინდა უფრო ნაკლებად იმუშაოს მინდა რომ ყველა ის ვინც ფიქრობს რომ მე მისგან განსხვავდები დავერწმუნო რომ მე ჩემი სამშობლო მიყვარს ისე როგორც მას უყვარს თავის სამშობლო მეც სამი შვილი მეზდება და მათაც შვილები ეზრდებათ ერთი ქვეყანა გვაქვს ერთი სამშობლო გვაქვს არასდროს მე მას არ დაუძახებ იმას რომ შენ რაღაცა ხოცი ხარ ასე არა ეს ჩემი მიდგომა არ არის მე ვეუბნებ რომ მინდა მოგისმინოთ და მინდა როგორმე აი ეს ხიდი ავაშენოთ ჩვენ შორის ურთიერთნდობის ეს არის ის პროცესი რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და დარწმუნებული ვარ მივაღწევთ შედეგს კი ბატონო მაგრამ როგორ ფიქრობთ ხო არ არის დღევანდელი ოპოზიცია თქვენი ალიანსის მათ შორის თავი პრობლემა ის რომ უნგრეთისგან განსხვავებით თქვენ არ ყავთ გამოკვეთილი ლიდერი და ხალხი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა უნგრეთის მაგალითმაც ეს აჩვენა ჩვენმა მაგალითმაც ეს აჩვენა ლიდერის გარეშე არასდროს ჩვენთან არ შეცვლილა ხელისუფლება 90 წელს გამსახურდია იყო ასეთი ლიდერი 2003-ში მიშა იყო ასეთი ლიდერი 2012-ში ბიძინა იყო ასეთი ლიდერი ანუ ლიდერის გარეშე ხელისუფლება ვერ იცვლება და თქვენი ალიანსი ამბობს რომ იმასაც კი ვერ ამბობთ ჯერჯერობით რომ საერთო არჩევნებზე ერთად გახვალ იმიტომ რომ თქვენი წევრები ეთერებში ამბობენ რომ ჯერ ეს საერთო გაერთიანებაც კი არ არის ჩვენ ყველა სალს ჩვენს რაღაც პარტიულ იდენტობას ვინ არჩუნებს და ასე შემდეგ. პირველი რომ პარტიული იდენტობის შენარჩუნება და ერთად გასვლა ერთმანეთს არ უწინააღმდეგება ეს ერთი, მაგრამ პირველი ჩვენს დოკუმენტში ჩავწერეთ კიდეც და ღიად თქვით, რომ არ გვაქვს ეს გადაწყვეტილება ჯერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გადაწყვეტილებას არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ, ხო? ამიტომ გადაწყვეტილება ახლა მეორე, ნახეთ რა შეეხება ლიდერს. მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი თავისთავად გამოყვեց ლიდერს ან ლიდერთა უფრო მცირე ჯგუფს თქვენ გაიხსენეთ ზვიად გამსახურდია. ეროვნულ მოძრაობასაც ბევრი ლიდერი ყავდა. ზვიად გამსახურდია პირველივე დრიდან პირველი ლიდერი არ. ამას დრო უნდა. და ჩვენ რამდენი 14 წელია. და ვერ გამოიკვეთა ეს ლიდერი. ჩვენ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ჩვენ ახლა უნგრეთში 16 წელი დაჭირდა, მოდი ვთქვათ. ხაშოს ეს 16 ნიშნული ევროპულ კონტინენტზე არის საბოლოო ნიშნული როგორც წესი, სადაც მეტნაკლებად არჩევნები მაინც ტარდება, საბოლოო ნიშნული ხოლმე ნებისმიერ ხელისუფალის, მაგრამ ეს და ჩვენც მაგ ნიშნულამდე მივდივართ რა, ახლოს ვართ და შეიძლება 15 იყოს ჩვენთან და არა 16 მაინც და მაინც, მაგრამ ჯერა რო იქნება. ეხლა ნახეთ, ეს პროცესი, რაც ჩვენ დავიწყეთ, თავისთავად გამოკვეთს ლიდერთა ჯგუფს. თქვენ მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ. მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის არჩევნებამდე არ იყო უპირობო ლიდერი, იქ იყო სხვა პარტიებიც, რომლებმაც ხმები მიიღეს, მაგრამ მერე უცებ პროცესმა, ხო ძალიან მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში ის აქცია უპირობო ლიდერად, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ამ პროცესს გავდივართ, კი მეჩქარება მეც იცი როგორ მინდა რომ თქვა რომ ეს არის ლიდერი და უნდა გაუყვეთ ძალიან მინდა მაგრამ ეს ხელოვნურად ხო ვერ მოხდება მერაბა რა ეხლა ვინმე დავნიშნოთ ლიდერად მე იტყვი რომ ეს კაცი რას დამინიშნეთ ლიდერად მაგალითად 2007 წელს როცა არ ყავდა ოპოზიციას ლიდერი ისინი შეიკრიბნენ და აირჩიეს მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატი აირჩიეს მაგრამ ლევან გაჩეჩილაძე აი ასე აირჩიეს და ხელოვნურად შექმნეს ლიდერი იმიტომ რომ მანამდე გაჩეჩილაძე საერთოდ არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვებთან შედარებით ერთ-ერთი ლიდერი იყო შეიკრიბნენ კენჭი უყარეს და როცა დაასახელეს ის საპრეზიდენტო კანდიდატად და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად საპრეზიდენტო არჩევნების მერეც ის დარჩა მერე მნიშვნელოვან ლიდერად რამდენიმე წლის განმავლობაში ასე შეიძლება პირველი ფუნდამენტური განსხვავება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შორის იქ აუცილებლად კონკრეტული კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში ერთი კაცი ჭირდება მართავს ქვეყანას პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება აირჩიოს გეთანხმები მე განა არ გეთანხმები პირდაპირ გეუბნებით რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 2024 წლის არჩევნების იყო რომ ჩვენი მხრიდან პრემიერობის კანდიდატი არ დასახელებულა არც ერთი ჯგუფიდან ეს არის შეცდომა გეთანხმები არ გეწინააღმდეგები მე მინდა რომ ეს მოხდეს და აქეთ მივდივართ
მივხვდით? მე აქეთ მივდივარ, მე ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს, რომ თუ გადასაწევია უკან ჩემი ასე ვთქვათ პარტიის ინტერესს გადავწიო და იყოს ის ადამიანი შიდა არჩევნები იყოს უფრო ფართო მასშტაბიანი ჩართულობით, ან როგორც თუნდაც ახსენე 2007 წელს მოხდა. ოღონდ გაგახსენებ, რომ 2018 წელსაც ჩვენ კოალიცია გავაკეთეთ, ეს ძალაერთობაშია გაერთიანება, ხო? მაშინ მანამდე სხვათა შორის გრიგოლ ვაშაძე ფაქტობრივად არ იყო აქტიურად პოლიტიკაში რა ჩართული. მიხვდით? და შეთანხმება მოხდა მაშინ იმ კანდიდატთან დაკავშირებით. მე სხვა პარტიას სტრატეგია აღმოჩენება წამოვაგდები მაშინ. გრიგოლ ვაშაძის კანდიდატზე შეთანხმება იყო შეცდომა, იმიტომ კი არა რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შედეგი ვერ დაიდო, კარგი შედეგი დადო ოპოზიცია როგორც ლამის ვეგეთ, მაგრამ იმის მერე ის როგორც პოლიტიკური ლიდერი ვერ დარჩა. იგივე გაჩეჩილაძიდან განსხვავებით. გაჩეჩილაძე დარჩა საპრეზიდენტო არჩევნების მერე. რა დარჩა, აღარ არსებობდა. 2-3 წელი ის ოპოზიციას ის მიათრევდა ასე. ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების მერე ვაშაძეც გრიგოლ ვაშაძე. ამიტომ უნდა აირჩიოთ ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ერთჯერადი პროექტი არ არის. ხვდებით, რომელიც იქნება ოპოზიციის ლიდერი. მოდით მაგაშიც დაგეთანხმებით. არ მინდა შეგეწინო, გეთანხმები მე რა. მადლობა, გეთანხმები. აი ესე, აი საზოგადოებას ვეუბნები, მოусმინოთ ერთმანეთს, როცა სწორ აზრს გავიგებთ, კი არ შევეწინააღმდეგოთ, დაგეთანხმე. ამიტომ დიახაც საზოგადოებამ უნდა გამოკვეთოს პირველ რიგში ეს ლიდერი და უნდა შევთანხმდეთ ისეთ ადამიანზე, როცა საპრემიერო კანდიდატი იქნება, რომელიც კი არ მოვა და წავა პირობითად მოვა, აიღებს პასუხისგებლობას ხვებთან ერთად და გააგრძელებს ბრძოლას. მაგრამ ერთ რამეშიც არ ვიცი, უნდა დამეთანხმოთ. მადიარის იგივე ის ამბავი აჩვენებს, რომ ლიდერი იგივე ივანიშვილის კამპანია, ხო? აჩვენებს იმას, რომ ამორჩეველს ეს ლიდერი არჩევნების წინ კი არ უნდა აჩვენო, როცა იწყება ყველაფერი 2 წლით ადრე იწყება, 2 წლით ადრე უნდა იყოს უკვე. ანუ დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს და შესაბამისად, ანუ გადაწყვეტილებებისთვის მე ვფიქრობ, რომ დრო არ ითმეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2028-ია დანიშნული და 2 წელიწად ნახევარი არის, იქამდე, როგორც თქვენ თქვით, შეიძლება მანამდეც მოხდეს. რამე, ამიტომ ოპოზიცია უკვე უნდა იყოს. გეთანხმებით ამაში, რომ ხვალ რო არჩევნები ჩატარდეს, ბრძოლაში შესვლა შეეძლოს. გეთანხმებით მე რა, სულ 2 თვე არა ციხიდან გამოვედით, 3 ასე ვთქვათ, ვინც გამოვედით ციხიდან, მე ზურა და ნიკა. მაქსიმალურად ვცდილობთ პროცესი დავაჩქარო და ამაშიც გეთანხმები. არც ერთ შემთხვევაში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ეს უნდა იყოს გაცილებით ადრე გაცხადებული და ეს როცა ვამბობთ მადიარს ან როცა ვამბობთ ნებისმიერ სხვას, ეს მაინც იმ პროცესმა გამოკვეთა, კაცო, ესე არ იყო რომ შეიკრიბა ვიღაცა და აი ეგ რა თქვა, მადიარის შემთხვევა სხვა იყო, ხო, როგორც ჩვენთან იყო მაგალითად, იგივე თქვა, მიშას შემთხვევა. მიშას შემთხვევა, ხო. აბა ამაშიც თუ დამეთანხმებით, ნახოთ. კი ბატონო. მადიარი იმით განსხვავდება ხა თქვენგან, რომ ის იყო მოქმედი სახალხო გუნდის წევრი და გუნდის გამოყვანა. ნახოთ 2022 წელს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც როგორც თქვენ ისე გაერთიანდა ოპოზიცია, ყველა როგორც თქვენ ამბობთ, რომ ერთიანობაა მთავარი, ოკეი და ყველა გაერთიანდა, ერთიანობაა მთავარი, მემარჯვენე მემარცხენე და ამ ერთიანობამ არ იმუშავა. ოპოზიცია მაინც წააგო. და შემდეგ როცა უკვე ორბანის გუნდიდან გამოვიდა ადამიანი, აუჯანყდა ასე ვთქვათ, ბელაც შეგნიდა აი ამან იმუშავა ერთმა კაცმა. ესეთი ქონდა მიშას მაგალითი გვაქვს მაგალითად ასეთი. ნუ მიშა იყო ასეთი. აქ იყო გახარიას ვარიანტი ქონდა, უბრალოდ ნუ გახარია ვერ გამართლა ამ დონეზე, მაგრამ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახარიამ იყო ერთადერთი ოპოზიციაში, ვინც ქოცებს ხმებს ართმევდა. ხო და ეს მე მაგას და ქოცებს ხმებს ართმევდა. ამაზე იყო ივანიშვილი იმდენად გამწარებული, რომ 2024 წლის არჩევნების წინ იმედზე მივიდა სპეციალურად, რომ გახარიას დამუქრებოდა დაჭერით. ინტერვიუ მისა ხო ახსოვთ, ელანძღა უკანასკნელი სიტყვებით, არც ერთი არ ულანძღი ხართ, ასე ივანიშვილი. სამწუხაროდ რა მოხდა? ხო, და შემდეგ მე არ წაუღია სამწუხაროდ 1,100,000, ნუ კაი 200,000 გააყალბეს პირობითად, ხო? ქართულმა უცნებამ მაინც წაიღო ყველა ის ხმა, რომელსაც მანამდე მიქონდა და სამწუხაროდ 2021-ში კარგად წაართვა ხმები გახარია. 2021-ში კი, მაგრამ 2024-ში ამ ადამიანმაც ფაქტობრივად ოპოზიციის ტრადიციული ხმებიდან წაიღო ხმები. ანუ ახალი ვერ მოიტანა. ეს არის ფაქტი, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, რომ ეხა იქ ასე მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ისე მოხდება საქართველოშიც არა? კიდე ერთხელ ხას უსვავ ამას რა. შევხედოთ, დავაკვირდეთ, კაცო, მე რა ხო, არა, ოცნებაში აღარავინ არის დარჩენილი ისეთი შეიძლება რომ არ ვიცი, გამოიკვეთოს, ვის დავაკვირდოთ ეხა შალვა პაპუაშვილი იქნება? ხო, მაგრამ ამაზე აკეთებენ ასე ვთქვათ აქცენტს გულისხმობ იმას, რომ შეიძლება საერთოდ ახალი ლიდერი იყოს საჭირო და თქვენ ძველებმა ვეღარ გაამართლოთ. კი ბატონო, მე რა ამის რესურსი აღარ აქვს. სიამოვნებით დაგეთანხმებოდი.
და სიამოვნებით ვიტყოდი, რომ აბატონო, აი გამოჩნდა ლიდერი და წავედი ჩემ ოჯახს მივხედო ეხლა რა. ჩემი ოჯახიც ისეთ რამხელა სტრესის ქვეშ არის. პოლიტიკოსის ცხოვრება მარტივი კი არ არის, მაგრამ ვერ დავთმობ ჩემ ქვეყანას და იმიტომ ვარ ამ ბრძოლაში, თორე ჩემი თვითმიზანი ხა, მე იმდენი რამის კეთება შემეძლია მარტო საქართველოში არა, სხვა ქვეყნებში. ბევრმა იცის ჩემი კონტაქტებიც, რა პროექტებზე უარი მაქვს, ნათქვამი, სხვა ქვეყნებში რა შემიძლია ვაკეთო, საქართველოშიც რა შემიძლია ვაკეთო. უბრალოდ რა არის იცით, მე ესე გავიზარდე რა, რომ აღარ მინდა საქართველოს დაბრუნდეს არც 90-იანებში და არც საბჭოთა პერიოდში და არ მეთქობა დავინახავ. პირველი მე გამოვალ ვიტყვი რომ აბატონო კაცი გამოჩნდა, როცა დამავალებს, რასაც დამავალებს, იმას გავაკეთებ, თუ არ მჭირდები, გავიწევი, სიამოვნებით, ვინ არის წინააღმდები, გეკითხებით. ვერ ხედავ ასეს, თუ ხედავ მითხარი და აჰა, მე ხო და აი ასეთის გარეშე ხო არ ფიქრობ რომ ისე წაგებისთვის არის. არა, ნუ ახლა არა, მე ვფიქრობ რომ თქვენ და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თქვენ დაინახავთ რომ ნაბიჯ სისტემური მუშაობით ჩვენ ისე ავაწყობთ ყველაფერს რომ საბოლოო შედეგზე გავალთ. მე მჯერა ამის, იმიტომ რომ დღეს თუნდაც იმ ალიანსში, თუნდაც ჩემს ოპოზიციურ კოლეგებს რო ველაპარაკები, ძალიან ბევრი რამე არის შეცვლილი და გადააზრებული, რაც მაძლევს ამ ოპტიმიზმის შედეგს. ბევრი რამე გვაქვს კიდე მე რა დაგეგმილი, რაც არ გვითქვამ შენ რა და თქვენ ნახავთ ამას, შეხედავთ. მე მჯერა რომ ჩვენ შევძლებთ საზოგადოების გაერთიანებას, ნდობის ხიდის აშენებას, საქართველოს გამარჯვებას და წინ წაყვანას. არჩევნების მოგებას 1.100.000 ხმა ჭირდება მინიმუმ საქართველოს. მინიმუმ, კი ბატონო. კი ბატონო. მილიონ ნახევარ ხმა წამოიღოს. კი ბატონო, 1.5 ადამიანზე უნდა აქტიურად ვიმუშაოთ, იმისთვის რომ 1.100.000 ხმა ავიღოთ. ჩვენ ამას ვიზავთ. მე ამის მჯერა. კი ბატონო, ნახოთ როგორ იქნება. მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან დიდი მადლობა.